ახლიდან გვაქვს პოლიტიკა მოსაფიქრებელი რა, იმიტომ რომ ნუ აი ფაქტია რომ რაღაცა უყურებთ რომ ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ეკონომიკური მიმართულებით ეს მესამე მსოფლიო ომი უკვე მიდის და აქედან გამოსავალი რა არის, ესე იგი რომ ანუ ავდგეთ ყველა რაღაცა ჩავიცვათ სამხედრო ფორმები, დავიჭიროთ ავტომატები და ჩავსხდეთ ტანკებში და დავიწყოთ ახლა ერთმანეთის ხოცვა, ვინ გაიმარჯვებს მერე ვნახოთ და რა ვიცი, ვინ იქნება ახალი იმპერიალისტი თუ კოლონიზატორი თუ რაღაცა, თუ იმისთვის ვიფიქროთ რომ რაღაცა სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს, რა ვიცი. რეალურად ანუ ვერც პირველ რიგში აი ოპოზიციაში ხო არ გამოჩნდა ძალა, ვინც აი ამ იდეების ირგვლივ მოახერხებდა ხალხის მობილიზებას რა. რითიც მე თავის მხრივ რა ვიცი ეს ოცნება და მისი პროპაგანდა სარგებლობს უბრალოდ და რა ვიცი გვაქვს ის დღის წესრიგი რაც გვაქვს ხო ეხა მართლა არ ვიცი ესე იგი მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნები იყო ჩვენ რეგიონში და არ ვიცი ხალხი ეხა რაღაც მხარეები აირჩია და გულშემატკივრობდა და ანუ სრულიად გაუგებარი იყო მათ შორის ძალიან პრაგმატული პერსპექტივიდან ხო ეხა არსებობს ხო მორალური კატეგორიებით შეგვიძლია შევაფასოთ ეს ვითარება და შეიძლება მართლა პრაგმატულადაც ანუ ამ რეგიონში ხარ მართლა რა ვიცი ბათუმზე ახლოს იყო ის საზღვარი რა ვიცი ეს ბირთვული სადგური ეგრეთ წოდებული თუ ინფრასტრუქტურა რაც დაიბომბა